სომხეთსა და აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ტურისტებს დღეიდან ბათუმის სასტუმროებში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შესახებ მათ მშობლიურ ენაზე დაბეჭდილი საინფორმაციო ბუკლეტები გადაეცემათ. ბუკლეტებში მათი ქვეყნებისა და ნატოს შორის თანამშრომლობის ყველა დეტალია მოყვანილი, გარდა ამისა ზოგადი ინფორმაცია თავად ალიანსის შესახებ. ბათუმის სასტუმროებსა და ტურისტებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაბეჭდილი ლიტერატურა საქართველოში მოქმედი ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა დღეს გადასცეს. ნატოს უახლოვდება საქართველოს ნატოს წევრობას, რეალურად ფიზიკურად უახლოვდება. დგება საჭიროება, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, უცხოელებს გავაგებინოთ, რამდენად მზად არის საქართველოს, რა გაუკეთებია, რა დარჩა კიდევ გასაკეთებელი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს ინფორმაცია გავრცელდეს რეგიონში. რეგიონულ ლიდერები უნდა გავხდეთ და რეალურად ვართ უკვე ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ძალიან საინტერესოა, ახალი რამა ჩემთვის, ამიტომაც დამაინტერესა. მე აუცილებლად გავეცნობი რა წერია აქ, თანაც სასიხარულოა, რომ ჩვენს მშობლიურ ენაზე ასე მარტივად დასაკითხი იქნება და ასე მარტივად გავიგებ ყველაფერს.